And now I want to hand it over to the President of Ukraine, ladies and gentlemen, President Putin. On the total initiative relative to what we can. He touched down not even 4 hours ago. President, after today, would you still refer to President Xi as a dictator? This is a term. Well, look, he is. I mean, he's a dictator in the sense that he is the guy who runs the country that. ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური სკანდალი თეთრ სახლში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუდგინეს პროსტატის აგრესიული ტიპის კიბო. ჯო ბაიდენის კოგნიტური პრობლემების შესახებ ცოტა მეტი ინფორმაცია მისი თეთრ სახლში ყოფნის დროს. Watergate-ის შემდეგ ასეთი დიდი სკანდალი ამერიკაში არ წყობილა. სინამდვილეში ეს უფრო მეტია ვიდრე Watergate. აქ არის ყველაფერი ერთად: სკანდალიც, აფერაც, თაღლითობაც, ავანტიურაც, ტყუილიც. დემოკრატები, მათი მეგობრები, სახელმწიფო კონტროლირებადი მემკვიდრეობითი მედიის ჯგუფში ერთობლივად მუშაობდნენ, რომ დაემალა ჯო ბაიდენის აშკარა კოგნიტური დაქვეითება. ეს იყო თავხედური მცდელობა თუ პირდაპირ ვიტყვით შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა თქვენს მოტყუებას, ამერიკელი ხალხის მოტყუებას. მათ დონალდ ტრამპი იმდენად სძულდათ, რომ მზად იყვნენ ამერიკას საფრთხეში ჩაეგდოთ, ჩაებარებინათ ჩვენი ქვეყნისა და ბირთვული არსენალის ბედი იმ ადამიანებისთვის, რომლის კოგნიტური მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა. და ახლა დარტყმის ქვეშ არის ყველა, ბაიდენის ცოლით დაწყებული და დემოკრატიული პარტიით დასრულებული. კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ თქვენ შესაძლოა ყოფილი თეთრი სახლის ხელმძღვანელის სახელით ასრულებდით ფუნქციებს, რომლებიც მხოლოდ შტატების პრეზიდენტს ეკუთვნის. ასეთი შინაარსის წერილი, როგორც იუწყებიან სენატორმა ჯონსონმა, რამდენიმე ათეულ ადამიანს გაუგზავნა. რესპუბლიკელი რონ ჯონსონი შინაგანი უსაფრთხოებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის წევრია. სწორედ ის გეგმავს გაარკვიოს, ვინ მართავდა სინამდვილეში ამერიკას, ვინ იდგა უძლური და ავადმყოფი ჯო ბაიდენის უკან. Who made the decisions? Who signed the pardons? 82 წლის ჯო ბაიდენი ერთდროულად სამი დიდი სკანდალის მთავარი გმირია. ჩამონათვალს ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი აკეთებს. პირველ რიგში და რაც ყველაზე აშკარაა, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების მკაფიო ფაქტი. მეორე, არსებობდა შეთანხმება ინფორმაციის დაფარვის, როგორც დემოკრატი პოლიტიკოსების, ისე მეინსტრიმული მედიის მხრიდან. მესამე, კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვა, ვინ იღებდა რეალურად საპრეზიდენტო გადაწყვეტილებებს, ვინ აკონტროლებდა კალამს, რომლითაც ხელი ეწერებოდა თითქმის ყველა ბრძანებას ოვალურ კაბინეტში. მოვლენები ერთმანეთს საინტერესოდ დაემთხვა. ამ კვირაში ჯერ ბაიდენის ოფისმა გამოაცხადა, რომ მას პროსტატის კიბოს გვიანი სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის აგრესიული ფორმის სიმსივნე, გლისონის შკალით 9/10-დან და მეტასტაზებით ძვლებში. ეს განცხადება დროში ოდნავ უსწრებს სკანდალური წიგნის გამოსვლას სათაურით პირველ ყოფილი ცოდვა. ეს არის ჟურნალისტების, ჯეიკ ტაპერის, CNN-ის და ალექს ტომპსონის აქსიოს ჟურნალისტური გამოძიება. წიგნი აგებულია 200-მდე ინტერვიუსა და დოკუმენტური მასალის საფუძველზე. მათ შორის არიან ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი წევრები და მრჩევლები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ფიგურები. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ამ პრობლემაზე გარემოცვის შეშფოთებას. ავტორები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ოჯახის წევრები და მრჩევლები მიზანმიმართულად მალავდნენ მის კოგნიტურ და ფიზიკურ მდგომარეობის გაუარესებას, რათა თავიდან აეცილებინათ პოლიტიკური ზიანი. განსაკუთრებით 2024 წლის ივნისის საპრეზიდენტო დებატების დროს, სადაც ბაიდენის სუსტი გამოსვლა მისი საარჩევნო მარათონიდან მოხსნის მიზეზი გახდა. ბაიდენის გუნდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამალვას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა, მათ შორის ვიდეო მასალების მონტაჟით, საჯარო გამოსვლების დროს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, მედიასთან ურთიერთობის კონტროლით. ამ კონტექსტში Sky News-ი CNN-ის 2020 წლის ხმაურიან ეთერს იხსენებს, როცა ჯეი ტაპერი ლარა ტრამპის შეფასებას არ ეთანხმება და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. ინტერვიუს დროს ტრამპი იტყვის, რომ ბაიდენის საჯარო გამოსვლებში შეინიშნება გარკვეული დაბნეულობა და სიტყვების დამთავრების სირთულე, რაც მისი აზრით კოგნიტური დაქვეითების ნიშანია.
ფიქრობ, რაც სცენაზე ვხედავთ ჯო ბაიდენთან დაკავშირებით, აშკარად მიუთითებს კოგნიტურ დეგრადაციაზე. სწორედ ამას გულისხმობ, ეს მაწუხებს. გონია რომ თქვენ დასცინოდით ბაიდენის ენის ბორძიგს და არ გაქვთ არანაირი უფლება ან კვალიფიკაცია განსაზღვროთ ვინმეს კოგნიტური მდგომარეობა. ეს ბევრ ადამიანს ძალიან აშფოთებს, რომ შესაძლოა ეს ადამიანი გახდეს თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ამ ხმაურიანი ეთერიდან 4 წლის შემდეგ CNN-ის ჟურნალისტი ჯეი ტაპერი თავადვე აღიარებს, რომ ლარა ტრამპი მართალი იყო. Sky News-ის წამყვანის შეკითხვაზე. არ გინდათ ბოდიში მოუხადოთ ლარა ტრამპს? CNN-ის ჟურნალისტი პასუხობს. მე უკვე ბოდიში მოუხადე, რამდენიმე თვის წინ დავურეკე მას, როცა ამ წიგნზე მუშაობისას კვლევა ჩავატარეთ და მივხვდი, რამდენად სერიოზული იყო ბაიდენის კოგნიტური პრობლემები. ლარა ტრამპს დავურეკე და ვუთხარი, მართალი იყავი, ის აბსოლუტურად მართალი იყო. ბაიდენის გარემოცვის აღქმებზე წიგნის ავტორები თავად ყვებიან. პირველი ინტერვიუ მათ CBS News მისცეს და 2 ძირითადი დრო გამოყვეს. 2015 წელი, როცა შვილი ბო გარდაიცვალა და 2017-18 წლები. ბაიდენის მდგომარეობის გაუარესება ორჯერ გახდა საგრძნობი მისი გარემოცვისთვის. პირველი შემთხვევა 2015 წელს მოხდა, მაშინ როცა მისი ვაჟი ბო ბაიდენი გარდაიცვალა. რჩევლებმა შენიშნეს, რომ მის ტვინში ინფორმაცია თითქოს სილაში დაღვრილი წყალივით ჩაიკარგებოდა, ვეღარ იკავებდა აზრს. 2017-18 წლებში მასთან შეხვედრის შემდეგ ადამიანებს დაემჩნიათ, რომ თითქოს 2 წლის განმავლობაში 10 წლით დაბერდა. 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბაიდენის გარემოცვაში უკვე საუბრობდნენ კარგ და ვერ ფუნქციონირებადი ბაიდენზე. იგი უმეტესად ფუნქციონირებდა, თუმცა ხდებოდა შემთხვევები, რომლებიც შფოთვას იწვევდა. წლების განმავლობაში ვერ ფუნქციონირებადი ბაიდენის გამოჩენა სულ უფრო გახშირდა. შემდეგ კი 2023 წელს ბაიდენის ოჯახში ახალი პრობლემები დაიწყო. მის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს, ემუქრებოდა ან ციხე, ან ნარკოტიკების გადაჭარბება და გარდაცვალება. ეს სტრესი კიდევ უფრო დამძიმდა და ბაიდენის მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა. მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს ბაიდენის მდგომარეობას, რომელიც ხან ველოსიპედიდან ვარდებოდა. ხან ტრაპზე ასვლის დროს. ხან სიარულის დროს. ხანაც სიცარიელეს ესალმებოდა. სივრცეში თვალი უშტერდებოდა. სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბავდა. მეხსიერებას ეჭიდავებოდა და მნიშვნელოვან ფაქტებს ვერ იხსენებდა. მაგრამ მაინც ყველას უმტკიცებდნენ, კარგად არის, არაფერი სჭირს. ნუ უჯერებთ თქვენს თვალებს და ნუ ფიქრობთ, მიიღეთ ის, რასაც ჩვენ გეუბნებითო. რობი სოუი, The Hill-ის წამყვანი ამბობს. ბაიდენის გონებრივი მდგომარეობის გამუდმებული მიჩქმალვა ახლა უკვე ყველა მიცის, ან კი უკეთ რომ ვთქვათ, ყველას შეუძლია მოისმინოს. Axios-ის მიერ გასაჯაროებული 5 საათიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ბაიდენის ინტერვიუს სპეციალურ პროკურორ რობერტ ჰერთან, ნათლად აჩვენებს, ყველა ის დემოკრატი პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენელი თუ ბაიდენის მხარდამჭერი, ვინც 2024 წელს ამბობდა ბაიდენი ფორმაშია, ბრძენია, მზად არის მეორე ვადისთვის და ლიდერად წარმოაჩენდა, უბრალოდ გატყუებდათ. სპეციალურ პროკურორთან ინტერვიუს ჩანაწერი Axios-ზე ექსკლუზიურად რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კარგად ისმის, როგორ ბორძიკობს, იბნევა, აზრს თავს ვერ უყრის, ვერ იხსენებს მთავარ ფაქტებს ჯო ბაიდენი. მათ შორის მისი ვაჟის, ბო ბაიდენის გარდაცვალების წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის წელს. და რაც მოხდა იმ დროის შემდეგ, არის ის, რომ როცა ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს 2017 წლის ნოემბერში, Trump gets elected in November of 2017. 2016-ში. ხო, 2016 წელს, კარგი, ანუ 2017-ში რა მოხდა? ეგ იყო, როდესაც ოფისი დატოვეთ, იანვარში 2017 წელს. სწორედ მაშინ დადებს ფიცს ტრამპი. და 2017 წელს ბო უკვე გარდაცვლილია და ეს პერსონალურია. აქ ბაიდენს ეშლება თარიღი.
მისი შვილი ბო ბაიდენი რეალურად 2015 წელს გარდაიცვალა და არა 2017 წელს. ინტერვიუ 2023 წლის ოქტომბერში შედგა. ის ეხება ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საკითხს. გამოკითხვის შემდეგ პროკურორი სპეციალურ ანგარიშს წერს. მისი დასკვნით ბაიდენის სისხლის სამართლებრივი დევნა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ნაფიც მსაჯულთა კოლეგია დიდი ალბათობით მას აღიქვამს როგორც ხანდაზმულ ადამიანს, რომელსაც მეხსიერების სერიოზული პრობლემები აქვს. მაშინ თავად ბაიდენმა პროკურორი გააკრიტიკა. ამერიკის პირველი ლედი და პრეზიდენტის პირადი ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ მისტერ ჯო ჯანმრთელია და მზად არის მეორე ვადით ქვეყანა მართოს. How's the president's health? It is? ექიმმა, დოქტორმა კევინ ოკონორმა 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სამედიცინო ანგარიშში აღნიშნა, რომ ბაიდენი არის ჯანმრთელი, აქტიური, ძლიერი 91 წლის მამაკაცი, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ჩატარებულია ძალიან დეტალური ნევროლოგიური გამოკვლევა, რომელმაც არაჩვენა ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ინსულტი, პარკინსონის დაავადება ან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები. Anything to that speculation that there might be something related to Parkinson's that he has? Yeah, he's good. Okay. თუმცა ანგარიშში არ იყო მითითებული კოგნიტური ტესტირების ჩატარება. თეთრი სახლის მაშინდელმა პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა მაშინ განმარტა, რომ ექიმის შეფასებით ბაიდენს არ სჭირდებოდა კოგნიტური ტესტი. ბაიდენსთან დაყვება მეუღლე, როგორც მთავარი მეგზური და დამხმარე. ხმაურიანი დებატების შემდეგაც სწორედ ის ეხმარება პრეზიდენტს ჩამოვიდეს ტრიბუნიდან და გასასვლელისკენ გზა გაიკვლიოს. ამიტომაც ახლა ბევრს საუბრობენ თავად პირველი ლედის პასუხისგებაზე. ამბობენ, რომ მან კარგად იცოდა ავადმყოფობის შესახებ, თუმცა ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდა. ყველას ატყუებდა და მის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას მოითხოვდა. ის ქმარს სასტიკად ექცეოდა, ამიტომაც პასუხი უნდა აგოს. იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირმა, ლეო ტერელისმა სოციალურ X-ში დაწერა. სისასტიკე ხანდაზმულის მიმართ, სისხლის სამართლის ბრალდებები. საუბარია არა მხოლოდ პასუხისმგებლობაზე, არამედ იმაზეც, რამდენად შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც ბაიდენი ხელს აწერდა. მან ხომ შეიძლება ისიც არ იცოდა, რას აწერდა ხელს. და მაშინ ვინ იდგა მის უკან? ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს? ვინ მართავდა ქვეყანას? ეს ის შეკითხვებია, რომელსაც ახლა ამერიკაში ძალიან ხშირად სვამენ. ეს დისკუსიები მიდის მედიაშიც, ექსპერტულ წრეებშიც, პოლიტიკურ ელიტაშიც. ვინ მართავს ამერიკას? ამ თავარი შეკითხვით წერილი ზაზა შათირიშვილმა ჯერ კიდევ 2023 წლის 9 იანვარს გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ მაშინ ზაზა შათირიშვილი წერდა: ყველა მიცის, რომ ამერიკას ბაიდენი არ მართავს, ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს. მაშინ ზაზა შათირიშვილის ნათქვამს, რბილად რომ ვთქვათ, ისეთივე ირონიით შეხედეს, როგორც CNN-ის ჟურნალისტი უყურებდა თავის დროზე ლარა ტრამპს. თუმცა ახლა CNN-ის წამყვანი ბოდიშებს ღიად იხდის, სკანდალურ წიგნს ბეჭდავს და რწმუნდება, რომ ბაიდენს ამერიკის მართვის უნარები არ ჰქონდა. მაგრამ ეჭვია საქართველოში ვინმე შათირიშვილს ბოდიში მოუხადოს. ქართველი ფსევდოლიბერალები საერთოდაც ცდილობენ არ შეიმჩნიონ ბაიდენთან დაკავშირებული სკანდალი. ეს ხომ მათ იმიჯზეც აისახება.